რუსთავის საგამოცდო გზის ბოლო ელემენტი, მეექვსე ელემენტი, პარალელური პარკირება, რა უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში ჩვენ რაც შეიძლება ახლოს უნდა ჩავიაროთ განაპირა ჯოხებს, ან პარკირების პირველ ჯოხს უნდა გავცდეთ, მივდივართ მეორე ჯოხისკენ პირდაპირ სწორად, ანუ სტოპისკენ. სტოპი არ უნდა გადავკვეთოთ, ანუ არ უნდა გავცდეთ, სტოპს თუ გავცდებით, ჩვენ ვიჭრებით. ნახეთ, მეორე ჯოხთან მიუახლოვდით მეორე ჯოხს და ეს ჯოხი უნდა გამოჩნდეს მარჯვენა სარკეში. ჩვენ როდესაც წინ წავალთ, ასევე მარჯვენა სარკეს ვაკვირდებით, იმიტომ რომ უკანა კარის სახელურამდე რო ჩავა ჯოხი, უკანა კარის სახელურს ოდნავ გავაცელთ და ვაჩერებთ. ამის შემდგომ უნდა გადავრთოთ ერში და უკვე ვიხედებით მარცხენა სარკეში. ანუ მარცხენა სარკით ხვენძვანელობთ. ჩვენ უხვევთ ბოლომდე მარჯვნივ საჭეს და აქ ნახეთ უკან პარკირების ჯოხები არის სამი ჯოხი ჩარჭობილი. ვითვლით ამ სამივე ჯოხს. მესამე ჯოხი როგორც კი გამოჩნდება, უნდა გავაჩეროთ ეგრევე. დავითვალოთ ჯოხები. ერთი ჯოხი გამოჩნდა, ორი და მესამეზე გავაჩერეთ. გაჩერების შემდგომ ვასწორებთ საჭეს. საბურავი მიგვყავს ხაზთან ახლოს, ანუ მთლიანი ბორბალი, უკანა საბურავი მიგვყავს თეთრ წყვეტილ ხაზთან ახლოს მაქსიმალურად. უახლოვდებით ხაზს, აქ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ის, რომ მაქსიმალურად ახლოს მივდივართ ხაზთან, არ ვდგებით ზედ, არც შიგნით არ შევდივართ და არც მოშორებით. ანუ უახლოვდებით მაქსიმალურად ახლოს ხაზს. უკვე უხვევთ ბოლომდე მარცხნივ და ვიწყებთ შესვლას. ვიყურებით პირდაპირ და პირველი ორი ჯოხის პირისპირ, როდესაც დავდგებით, ვაჩერებთ. ანუ ჩვენს პირისპირ უნდა დადგეს ეს ორი ჯოხი. აქ უკვე ცენტრში ვართ, სწორად ვდგავართ, ხაზებს შორის, ნახეთ, დავაკვირდით. ანუ ყველაფერი წესრიგშია ჩაბარებულია. პარკირებაში უნდა გადავრთოთ, ხელის მუხრუჭი ამოვწიოთ და აუშვათ ტორმოს ფეხი. აქ არ ვაქრობთ მანქანას, ვიცით 5 წამით. თუ ინსპექტორმა გითხრა რომ ჩაბარებულია და გავიყვანო, გაიყვანს, თუ არა და 5 წამის შემდგომ თავად უნდა გავიყვანოთ მანქანა. გადავრთოთ დრაივში, ჩამოვწიოთ ხელის მუხრუჭი, ბოლომდე მარცხნივ მოუხვიოთ და გამოვიდეთ. ამით დასრულებული იქნება თქვენი გამოცდაც.